გამარჯობა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. სამ თვეში რთველი დაიწყება, ყურძნის სუბსიდირების საკითხი კი ამ დრომდე გაურკვეველია. რა კომენტარს აკეთებს სოფლის მეურნეობის მინისტრი. როგორც წესი ეს ხდება ხოლმე უფრო ივლისის მეორე ნახევარში რთველის წინ, თუმცა რაღაც გარკვეული მონახაზი ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს. საჯარო სკოლებში მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდები ტარდება. როგორ მიმდინარეობს გამოცდები და რა შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა? გაადვილებულია და ყველა ჯერჯერობით ვაბარებთ. თუ სკოლაში სწავლობ ასე თუ ისე არ გაგიჭირდება მაინც ჩაბარება. სრულიათები ძალიან ბევრი დაიწერა როგორც ბიოლოგიაში, ისე გეოგრაფიაში. ეკომიგრანტთა ოჯახი ვაზის უბანში, როგორ ცხოვრობენ სვანეთიდან ჩამოსახლებული ვერსკიანები. თავიდან იყო დაპირება, რომ ერთი ოთახი მაინც რომ გაეკეთებინათ ბავშვებისთვის, რომ რაღაცაო კომფორტულად რო იყონო ბავშვები ან რაღაცა, მაგრამ ჯერ არაფერი არა. ველისციხეში სამეკლესიას უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ყურძნის სუბსიდირების საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით ამის შესახებ ინფორმაცია და რთველი საორგანიზაციო სხვა საკითხებიც ივლისის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ლევან დავითაშვილის თქმით, წელს ყურძნის უხმოსავალს ელოდებიან. მას იმედი აქვს, რომ რთველი 2018 კარგად ჩაივლის. მინისტრი აღნიშნავს, რომ გაზრდილია ღვინის ექსპორტის მაჩვენებელიც. დავითაშვილმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე მარკეტინგის მხრივ ახალი განმარტებები შემოდის, რომელიც საერთაშორისო დონეზე კომუნიკაციას გაამარტივებს. მინისტრი ამბობს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები ევრორეგულაციების შესაბამისია. მთავრობის განკარგულება, როდესაც იქნება, რა თქმა უნდა, თქვენ გეცოდინება, ჯერ არ მივიღე მთავრობას განკარგულება, სადაც რთველი საორგანიზაციო საკითხები იქნება განხილული, როგორც წესი ეს ხდება ხოლმე უფრო ივლისის მეორე ნახევარში რთველის წინ, თუმცა რაღაც გარკვეული მონახაზი ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ თუ ხედავთ სტატისტიკას, ექსპორტი ქართული ღვინის არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, თუმცა წელს ველოდებთ საკმაოდ მაღალ მოსავალსაც, მაგრამ კონიუნქტურა არის დადებითი, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კარგად ჩაივლის წლევანდელი რთველი. საჯარო სკოლებში მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდები ტარდება. ტესტირება 19 ივნისს დაიწყო და 22-ში დასრულდება. როგორ მიმდინარეობს გამოცდები და რა შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა, ნინო სამიაშვილი გაგვაცნობს. დღეს საჯარო სკოლებში მე-11 კლასელებმა საატესტატო გამოცდები ფიზიკაში ჩააბარეს. მოსწავლეების ინფორმაციით ტესტები საშუალო სირთულის იყო, ამიტომ უმეტესობამ 5.5 ბარიერი გადალახა. აღნიშნავდნენ, რომ თუ 11 წლის განმავლობაში საგან სკოლაში კარგად სწავლობდნენ, არც ტესტის წარმატებით ჩაბარება გაუჭირდებოდათ. გუშინ და გუშინ წინ 19 და 20 ივნისს კი მოსწავლეებმა საატესტატო გამოცდები გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში ჩააბარეს. მეოთხე საჯარო სკოლაში ამ საგნებში არც ერთი მოსწავლე არ ჩაჭრილა, ხოლო პირველ და მეორე საჯარო სკოლაში ბიოლოგიაში მთლიანობაში 4 მოსწავლემ ვერ გადალახა ბარიერი. სირთულით არ არის რთული ტესტები, მაგრამ ღელვის მომენტი არის. რა თქმა უნდა, ყველა ღელას უნდა ყველა კარგად წარმოჩინდეს და რა ვიცი, გაადვილებულია და ყველა ჯერჯერობით ვაბარებთ. არც თუ ის რთული არ არის, ცოტა გამეჭირდა. 8 ქულა ვიღე მეტი ვერა, 6-ებით გამოდის 7-ებით. დაახლოებით იმაზეა დამოკიდებული, კარგად ხარ ნასწავლი თუ არა, კარგად ისწავლებ თუ არა და ისე საერთოდ თუ სკოლაში სწავლობ ასე თუ ისე არ გაგიჭირდება მაინც ჩაბარება. ჩაბარების პრობლემა არ უნდა იყოს. საკმაოდ კარგი ქულები იწერება, ჩაჭრილი ყავს მხოლოდ 2 ბავშვი, გუშინ ჩაგვეჭრა 2 ბავშვი, დღეს ჯერჯერობით არავინ არ ჩაჭრილა. და არ არის ძალიან რთული, თუ სკოლის დონეზე კარგად სწავლობ, ადვილად ჩაბარებ ძალიან. ზოგადად საატესტატო გამოცდებზე მე პირადად ძალიან ნერვიულობდი, არ ყოფილა რთული საატესტატო გამოცდები, ადვილად შესაბარებელია, თუ ელემენტარული რაღაცა იცი და მთელი ამ 11 წლის განმავლობაში რამეს აკეთებდი და არ არის ასე რომ ვთქვათ რთული ტესტები, ანუ ადვილი ტესტებია. 19 ივნისიდან დღემდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არც რაიმე ტექნიკური შეფერხება არ ყოფილა. გურჯაანის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, წელს შარშანდელთან შედარებით მე-11 კლასელებმა უფრო მაღალი შედეგი აჩვენეს და რამდენიმე საგანში მაქსიმალური 10 ქულაც კი დაიწერა.
გამოცდები მიმდინარეობს მეტად მშვიდ ატმოსფეროში, არანაირი ექსცესები არ ყოფილა, ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგება ხდება სკოლების, არავის არ აქვს რაიმე ესეთი გართულება, არ იწერება უქმები, რამე დარღვევებთან დაკავშირებით თითქმის ქულები მაღალია, მინდა გითხრათ, სრული 10-ი ძალიან ბევრი დაიწერა როგორც ბიოლოგიაში, ისე გეოგრაფიაში. დღეს ფიზიკის გამოცდაა და დასაწყისში უკვე გავიგეთ, რომ 1000-იანი, სრული 1000-იანი გვყავს, რაც ძალიან კარგია. საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდები 22 ივნისს დასრულდება. ხვალ მოსწავლეები გამოცდას ქიმიაში ჩააბარებენ. ის მოსწავლეები, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, შესაძლებლობა ეძლევათ, რომ მომავალ წელს გაზაფხულზე ხელახლა ჩააბარონ. მთლიანობაში მოსწავლეებმა, რომ ატესტატი აიღონ, საჭიროა 8 საგანში გადალახონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ეს საგნები არის გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და უცხო ენა. თუ რომელიმე საგანში დაწესებულ კომპეტენციის ზღვარს მოსწავლეები ვერ გადალახავენ, შესაბამისად ისინი ატესტატის გარეშე დარჩებიან და მათ არც ეროვნულ გამოცდებზე გასვლის უფლება მიეცემათ. ეკომიგრანტთა ოჯახი ვაზისუბანში. ვერსკიანები 2 წელია, რაც სვანეთიდან კახეთში ჩამოსახლდნენ. საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში დაუკანონეს და სოციალურ დახმარებასაც იღებენ, თუმცა მრავალშვილიან ოჯახს თავის რჩენა მაინც უჭირს. რა პრობლემები აქვთ ეკომიგრანტებს და რას პასუხობენ მათ? ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ბერაიაშვილი დაინტერესდა. 36 წლის მაკა ვერსკიანი სვანეთიდან მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტია. მეწყერს საშიში მდგომარეობის გამო მეუღლესთან და 5 შვილთან ერთად მშობლიური მხარის დატოვება მოუწია და ახლა უკვე მეორე წელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ცხოვრობს. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ ეს სახლი მრავალშვილიან ოჯახს შეუძინა და საკუთრებაშიც დაუკანონა. მაკა ვერსკიანი ამბობს, რომ სახლთან ერთად მიწის ნაკვეთიც უნდა გადაეცათ, მაგრამ დღემდე ეს პრობლემა მოუგვარებელია. 5 შვილის დედა ვარ, ახლა მრავალშვილიანი დედა ვარ, იმიტომ უფრო გაითვალისწინეს ჩვენი მდგომარეობა და შეისყიდეს ეგ სახლი. ეგ არის თავიდან იყო სარემონტო, მე ცოტა რემონტი გაუკეთეს, რომ რაღაცები კედელი აგვიშენეს, რაღაცები გააკეთეს და არანაირი მიწა არაფერი არ მოყვება და იმის მერე არაფერი ყურადღება არ მიუქცევია და თავიდან იყო დაპირება, რომ ერთი ოთახი მაინც რომ გაეკეთებინათ ბავშვებისთვის, რომ რაღაცაო კომფორტულად რო იყონო ბავშვები ან რაღაცა, მაგრამ ჯერ არაფერი არა. ვერსკიანების ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათი ყოველთვიური შემოსავალი 400 ლარამდეა. დახმარების თანხა დიასახლისის თქმით მრავალშვილიან ოჯახს არ ყოფნის. ბავშვებს სათამაშოებიც კი არ აქვთ. სურვილი აქვს, რომ მისი მეუღლე მაინც დასაკვდეს ან საკუთარი მიწის ნაკვეთი ჰქონდეთ, რათა დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეთ. არის საჭირო ეხლა თუ სამუშაო იქნება, მინდა რომ ეხლა მე მართლა ვერა, მაგრამ ჩემ მეუღლე მაინც რომ დაასაქმო რაღაცა, მინდა რომ დაასაქმო და რაღაცა რომ იყოს. პროფესია აქვს თქვენს მეუღლეს? აქვს არაფერი, მშენებლობაზე სულ დადის რაც მშენებლობაზე და მაგაზე მუშაობს. ლტოლვილთა და დევნილთა განსახლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 2015 წელს მაკა ვერსკიანის ოჯახს სახლით და მცირე ნაკვეთით საკუთრებაში დაუკანონეს. მათივე თქმით, შვეიცარიის სააგენტომ მრავალშვილიან ოჯახს პირუტყვი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინსტრუმენტებით შეუძინა. ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით კაიკაციშვილი სატელეფონო ინტერვიუში განმარტავს. ზუსტად ამ პროექტის ფარგლებში მოხდა ვერსკიანების ოჯახის საცხოვრებელი სახლის შესწრება, რომელთან ერთადაც მოხდა 2956 კვადრატი დიდი ნაკვეთის შესწრება, საიდანაც 700 კვადრატი საკარბინაო ნაკვეთის სახით ახლავს სახლს, ხოლო 2256 კვადრატი შეუსწრებს თალკე. სამინისტროს აქვს როგორც ესეთი პოზიცია, რომ ადამიანს ერთი დაზიანებული სასაცხოვრებელი სახლის ნაცვლად ხიბლობს ალტერნატიულ სასაცხოვრებელ სახლს, შესაბამისად სახელმწიფო ამ ოჯახს ერთხელ კიდევ როგორც ეკომიგრანტ ვეღარაფრით ვეღარ დაეხმარებიან, მაგრამ მის დახმარება როგორც ეკომიგრანტის უკვე მოხდა ერთხელ. ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის კახეთში 108 ეკომიგრანტ ოჯახს აქვს სახლი საკუთრებაში გადაცემული. 60-მდე ოჯახს კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაუკანონდებათ. ამის შემდეგ მათთვის რაიმე სახის დახმარება როგორც სამინისტროდან, ისევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღარ იგეგმება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით სოფელ ველის ციხეში სამეკლესიას უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ესენია მე-19 საუკუნის წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია, მე-6 საუკუნის ღვთის
ღვთისმშობლის შობის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა და შუა საუკუნეების წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი. ძეგლთა დაცვის სპეციალისტის ინფორმაციით სტატუსის მინიჭების შედეგად ეკლესიებზე სამართლებრივი რეჟიმი გავრცელდება, რომელიც ძეგლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 400-მდე ეკლესია მონასტერია და აქედან 135-ს უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მივიღეთ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გამოგზავნილი, რომლის თანახმადაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა სოფელ ველიციხის ერთ-ერთ უძველეს ეკლესიას, ველიციხის ყველაწმინდას, რომელიც არის ღვთისმშობლის შობის სახელობის და აშენებული არის მე-6 საუკუნეში. ამ ეკლესიის გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა წმინდა მარიამის სახელობის მოქმედ ეკლესიას, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენებული, აგრეთვე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიას, რომელიც განეკუთვნება შუა საუკუნეებს. სამ ეკლესიას მიენიჭა სოფელ ველიციხეში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. თუშეთში მალე ინტერნეტი იქნება. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ თუშეთში ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. თუშეთში ინტერნეტს სატელიტური თებშების საშუალებით მიიღებენ და ყოველთვიური გადასახადი 25-დან 30 ლარის ფარგლებში განისაზღვრება. პროექტი ინტერნეტ საზოგადოების ევროპული ბიუროს მხარდაჭერით ხორციელდება. თუშეთში სულ 45-მდე სოფელია, თუმცა უმეტესობა დაცლილია. მუდმივად მხოლოდ 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. თუშეთში სეზონურად 20-ზე მეტი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს. მდგრადი მიწათსარგებლობის პრაქტიკის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე პროექტის ფარგლებში დედოფლის წყაროში ქარსაფარი ზოლი გაშენდა. აქცია გაუდაბნოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. პირველ ეტაპზე დეგრადირებულ 25 კილომეტრიან მონაკვეთზე 100 ძირი ხე დაირგო. ამავე პროექტის ფარგლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაციისა და მათი მდგრადობის შენარჩუნებისთვის მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი განიხილა პროექტს. გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამა კავკასიის რეგიონულ გარემოს დაცვით ცენტრთან ერთად გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის დაფინანსებით ახორციელებს. გეხსენებათ ქარსაფარ ზოლებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ამაღლებაში და მიწების ნაყოფიერების შენარჩუნებაში, ასევე მოსახლეობაში ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად. შესაბამისად, ამ ავარჩევ კახეთით, სადაც ეს პრობლემა საკმაოდ გამოკვეთილია, საკმაოდ მნიშვნელოვანია და ვსურს, რომ ამას ჰქონდეს ასევე პერმანენტული ხასიათი, როდესაც არა მხოლოდ გამწვანების აქციებით, არამედ სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი ქარსაფარი ზოლების აღდგენით ხდება სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ამაღლება. ჩვენ გეგმავთ უახლოეს მომავალში შემოდგომიდან უკვე მასიურად დავიწყოთ ანალოგიური ღონისძიებები, ეს იყო ერთგვარი სატესტო ღონისძიება. სულ ეს არის 25 კილომეტრიანი ზოლი, რომელიც არის განადგურებული. დღეს დავდგეთ რამდენიმე ადგილობრივი სახეობის ნერგი და იმის მიხედვით, რომელი უკვე შეეგუება არსებულ გარემოს, რა თქმა უნდა, ყველა იმ წესის დაცვით, რომელიც მიღებულია უდაბნოს პირობებში ხეების გასაშენებლად. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის თორნიკე მამალაძის ინფორმაციით პატრიარქმა შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს დისკრედიტაციისკენ. თორნიკე მამალაძე კვლავ იმ პოზიციაზე რჩება, რომ უწმინდეს საქმეზე სრული ინფორმაცია არ აქვს. იგი პატრიარქთან შეხვედრას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ შეხვედრისას მამა დავით ჭინჭარაული დეკანოზის ოჯახის წევრებსა და პატრიარქს საუბარს ხშირად აწყვეტინებდა. როგორც თორნიკე მამალაძემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ განაცხადა, უწმინდესმა ოჯახის წევრები დალოცა და მათ იგივე გაუმეორა, რაც გერმანიიდან ჩამოსვლისას იბრძანა, რომ გიორგისგან ცუდი არასდროს არაფერი გაუგია. უწმინდესმა ბოლომდე მოგვისმინა, მიუხედავად იმისა, რომ მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა თითოეულ ჩემი საუბარი შეეწყვეტა და ჩაეკვეხებინა კითხვები, დაეწყვეტა ჩემი საუბარი პატრიარქთან, რაზეც მე კატეგორიულად ვეუბნებოდი, რომ მე პატრიარქთან საუბარი მსურდა პირადად. სრულ ინფორმაციას ვერ მივაწვდი, იქედან გამომდინარე, რომ მე პირადადაც არ ვიცი ამ თემებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაცია, მაგრამ პატრიარქმა ისევ დააფიქსირა მამა გიორგის მიმართებაში თავისი მხარდაჭერა. პატრიარქმა ჩვენ საუბარიც იწერება და თუნდაც გაასაჯარო, რომ პატრიარქმა ზუსტად ესეთი სიტყვები თქვა, რომ ეს ყველაფერი არის საქართველოს დისკრედიტაციისკენ და მე მამა გიორგის ვენდობია.
ქართული კავშირი ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება. საქართველოს დაემატა ეგრეთ წოდებული მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანაა დაშვებული. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანო შერმანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. მინისტრმა ის ეტაპებიც გაიხსენა, რისი გავლაც საქართველოს აღნიშნული ნებართვის მოპოვებისთვის და სჭირდა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე საკითხზე 2014 წლიდან მუშაობდა. დავითაშვილის თქმით, აქამდე ქართველი მეწარმეებისთვის ყველაზე მსხვილი თურქეთის ბაზარი იყო, სადაც 30 მილიონი დოლარის ღირებულების თევზი გადიოდა. ევროკავშირმა ოფიციალურად დაადასტურა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები დაუშვა ევროკავშირის ბაზარზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოს შედეგი, რომელიც უკავშირდება საქართველოში ვეტერინარული კონტროლის აღიარებას ამ მიმართულებით. მინდა განმარტო, რომ ეს არ გულისხმობს ინდივიდუალური საწარმოების ინდივიდუალურ შემოწმებას და დაშვებას, ეს გულისხმობს მთლიანად საქართველოში სისტემის აღიარებას. მოთხოვნა ფასი და ხარისხი თავისთავად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ბაზარზე. ამას გარდა ეს გადაწყვეტილება დაეხმარება ქართულ თევზს უფრო პოპულარული გახდეს სხვა ბაზრებზეც. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროკავშირის ინსპექტორებს არ დაჭირდათ საქართველოში ჩამოსვლა და მათი ინსპექტირება სათითაოდ ამ საწარმოების, იმდენად რამდენადაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირი აღიარებს საქართველოში ჩვენ ქვეყანაში არსებულ სურსათის უვნილობის სისტემას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. გიორგი ზვიადაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა და მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება. ქართველების გონებრივი შესაძლებლობები არის ძალიან ძლიერი. ბევრი იდეა არსებობს, გვინდა ამის იდეების გადაქცევა ბიზნეს პროექტებად, ისეთ პროექტებად, რომლითაც არა მარტო ტექნოპარკი ჯიტა, არამედ ზოგადად საქართველოს იხერებს და საქართველოში იქნება მომგებიანი კლიმატი აი ამ კუთხით ინვესტირებისათვის. ქართული ინოვაციები ბრენდი არის ბევრი სხვა ქვეყნისთვის და გვინდა რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. გამოშვებაშია საერთაშორისო ამბები. ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის იან იამბორნის განცხადებით, ბომბი, რომელიც ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე ტერორისტს აღმოუჩინეს, მნიშვნელოვანი სიმძლავრის იყო. მისი თქმით, ტერაქტი არ განხორციელდა ისე, როგორც ეს თვითმკვლელ ტერორისტს ჰქონდა დაგეგმილი. ტერორისტმა ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენა, თუმცა სუსტი სიმძლავრის აფეთქება მოხდა, განაცხადა ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა. გუშინ ბრიუსელის პოლიციამ ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე მამაკაცის ლიკვიდაცია განახორციელა, რომელსაც თვითმკვლელის ქამარი ეკეთა. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა და პარტია დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ფრანსუა ბაირუმ მთავრობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. აღნიშნული შესახებ ფრანგული Le Figaro იუწყება. გადაწყვეტილება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ პარტია დემოკრატიულ მოძრაობასთან მიმართებაში წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს ევროპარლამენტში ფიქტიურ დასაქმებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ გუშინ თანამდებობა ასევე დატოვა პარტია დემოკრატიული მოძრაობის წევრმა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სილვი გულარმა. ახლა კი საინტერესო ამბავი, რომელიც პალიტრა ნიუსმა გაავრცელა. კატებს ადამიანების დაავადებისაგან დაცვა შეუძლიათ. მელბურნის უნივერსიტეტის მონაცემებით კატებთან ფოტოების გადაღება და მათი დათვალიერება დეპრესიას, ნერვოსსა და სოციოფობიას შველის. ფოტო მუშაობდა ქრონიკული გახანგრძლივებული სტრესის მდგომარეობაში მცხოვრები ადამიანების შემთხვევაშიც. პაციენტები უფრო სწრაფად გამოდიოდნენ კრიტიკული მდგომარეობიდან. ტორონტოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კი დაამტკიცეს, რომ კატის კნუტი ტვინში ააქტიურებს სიამოვნების იგივე ცენტრებს, რასაც გემრიელი საკვები ან ალკოჰოლი. ფინეთსა და ნორვეგიაში ალკოჰოლიზმის სამკურნალო კლინიკებში ტრადიციულ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად თერაპიის სახით ხშირად ცხოველებთან ურთიერთობასაც იყენებენ. ექსპერტებმა ასევე დაადგინეს კავშირი ადამიანის ჯანმრთელობასა და სახლში შინაური ცხოველის ყოლას შორის. ყველაზე პოზიტიური ეფექტი ამ თვალსაზრისით კატებს ჰქონდათ. მათ პატრონებს 18-20% იშვიათად აღენიშნებოდათ ინფარქტი და ინსულტი. კატები განსაკუთრებით სასარგებლო მამაკაცებისთვისაა.
და გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. კარიბის ზღვის მეკობრეების შემდეგი ნაწილი ჯონი დეპის გარეშე გამოვა. მაყურებლის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ პერსონაჟის პოპულარობა მკვეთრად დაიწია. ამასთან დეპის რეპუტაციაზე მსახიობისა და ემბერ ჰერდის განშორებამაც იმოქმედა. დეპს ოჯახურ ძალადობაში სდებენ ბრალს. ფილმის შემქმნელების გადაწყვეტილებით კარიბის ზღვის მეკობრეების შემდეგ ნაწილში ჯეკ ბეღურა კვდება და აქცენტი სხვა პერსონაჟებზე გაკეთდება. ხარკოვში მიმდინარე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე მორიგის შეხვედრები გაიმართა საქართველოს ეროვნული ნაკრების ორმა წევრმა ოთარ ერანოსიანმა და იაგო კიზირიამ მერვედ ფინალურ შეხვედრებში გაიმარჯვეს და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის ლიცენზიები მოიპოვეს, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ტარდება. 91 კილოგრამ კატეგორიაში ცდიდა ძალებს ნიკოლოს ბეგაძე, მაგრამ რიო კორვინგთან დამარცხდა. ახლა კი ამინდის დროა ჩვენს ეთერში. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილი საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგეძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სიქმნეზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ჩვენი გამოშვება კი დასრულდა, ნახვამდის.